გიორგი სააკაძე მეფეთ იწვევს თეიმურაზ პირველს. თუ საუბარია რომ სააკაძემ შვილი შეჭირა სამშობლოს და ამას სამი შვილი შეჭირა სამშობლოს. მარაბდა იდეაში წავაგეთ. მაგრამ ეს არის ის ბრძოლა, რომელთაც ვამაყობთ. თეიმურაზის წასვლის შემთხვევაში კახელი ბაგრატიონების საგვარეულო ფაქტობრივად არავინ აღარ რჩება. ლუარსაბმა გააკეთა იგივე, რაც გააკეთა დემეტრე თავდადებულმა. სააკაძე მართალს ეუბნება, კი ბატონო, დავიქლიოთ უკან კოჯოს ვიწროებში, შევიტყუოთ, იქ გავანადგუროთ. მაგრამ რაქნას თეიმურაზმა, რომელსაც ბარათაშვილები ეუბნებიან, რომ თუ შენ ხვალ ბრძოლას არ დაიწყებ, ჩვენ ბრძოლისგან წავალთ. სააკაძე მოგწონს, არ მოგწონს, გვიყვარს, არ გვიყვარს, დიდი პოლიტიკური ფიგურაა რა. სააკაძემ ძალიან ეშმაკური ნაბიჯი გადადგა იმერეთის მეფეს თხოვაშვილი. და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ბაზალეთი, რომელშიც გიორგი დამარცხდა. სააკაძის ცოლის ძმა, რომელიც იდეაში ბაზალეთის ბრძოლაში სააკაძის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეიმურაზის მხარეს იყო. თეიმურაზმა ჯერ ზურაბს სიმონი მოაკვლევინა და მერე ზურაბიც მოაკვლევინა. წარმოიდგინეთ, ირანში ქართველების ორი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, ვინ დასვან ტახტზე. ევროპელები წერენ, რომ ქართველებმა რომ მოიდომონ, ქართველს დასვამენ ტახტზეო. რომ ნახოთ იმ ელჩების ის თეიმურაზი რასაც ეუბნება, შეგეცოდებათ.